გამარჯობა მეგობრებო. ძალიან საინტერესო და უფრო სწორედ ძალიან დამაფიქრებელი რამ შემემთხვა გუშინ. და ამასთან დაკავშირებით მინდა მოგმართოთ კითხვით და ასევე მინდა ამ სიტუაციაზე, რაც გუშინ გავიარე, ჩემი აზრი დავაფიქსირო. მანამდე კი მინდა ვთქვა, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვიყვარს ისე, როგორიც არის ჩვენი შინაგანი სამყარო. როგორი პიროვნებებიც ვართ და თუ რამდენად ვართ დადებით თუ უარყოფით მოდუში. ეს იგი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. რადგან გამომჟღავნებული სიყვარული და ზრუნვა არის ძალიან ინდივიდუალური. გუშინ დაძინების წინ მინდოდა მედიტაცია მომეძებნა, რომელიც არის Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში და ხელმისაწვდომი არის ძალიან იოლად ჩემთვის და აი როგორც კი გავხსენი ეს ეპი, გვერდი დამიდო Facebook-მა, რომელიც მე აბონირებული არ მაქვს, მაგრამ წლების წინ მაქვს ნანახი და აქედან გამომდინარე მეცნო. მოკლედ ისია ნათქვამი, მინდოდა ადრე დამეძინა, მაგრამ ეშმაკს არ სძინავსო. აი ამ კუთხით ვიფიქრე, რომ ეს ისეთ სასიამოვნო განწყობას ამჟღავნებდა მაშინ, როცა მე წლების წინ რაღაც ვიდეოს ამონარედი ვნახე. მოდი მეთქი და ჩავრთე, რომ ჩემი პოზიტივი იმ საღამოსათვის ძილის წინ უფრო გამეძლიერებინა. სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა შეცდომას გარდა არ აღმოჩნდა მაინც და მაინც საღამოსათვის მიზანშეწონილი. მოკლედ ეს არის გვერდი, სადაც ერთ ღრმა მოხუცებულ ქალბატონს ეკითხება ახალგაზრდული ხმა და როგორც ვარაუდობ არის მისი შვილიშვილი. და აი ამ პოზიტივის და სიხარულის მოდუში ვუსმენ მე და მე მინდა თქვენ შინაარსი გადმოგცეთ, რომელიც მე ასე ვთქვათ თანამიმდევრობით კიდევ მოусმინე ვიდეოს დღეს და ჩამოვაყალიბე როგორც იყო. ეს ხმა ეუბნება ამ სასიამოვნო მოხუცებულ ადამიანს ვიდეოში, რომ მოვლენ, დაინახავენ, რომ ტელევიზორი გაქვს, რომ თბილი სახლი გაქვს და გამორიცხულია, რომ შენ პენსია მოგიმატონ. თან წითელი პომადაც გისვია, შავები არ გაცვია. და რა იმათი საქმეა რამაცვიაო? ეკითხება ეს ქალბატონი. კიდევ ეს ხმა. პენსია გაქვს 450, აი 150-ს უმატებენ. სერიოზულად გეუბნები. ვისაც არ აქვს ეს წითელი პომადა და ის შავი ფანქარი წარბებს რომ იმუქებ. ეგეთი დაკნინებულები არიან, რომ პომადას და შავ ფანქარს უგდებენ ყურსა, პასუხობს მოხუცებული. იცით, აი აქ ერთი პერიოდი ვფიქრობ და ეხლაც ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს არის დადგმული სცენა, წინასწარ აქვს ნებართვა აღებული, რომ აი ამ თემაზე დაელაპარაკება, რადგანაც ბევრი გვერდი ამ ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების გვერდები ესი არის აგებული და გვერდი დიდია, ბევრი მიმდევარი ჰყავს, ამას არ გამოვრიცხავ. მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ეს მოხუცებული ქალბატონი უკვე ნელ-ნელა ეტყობა, რომ შედის ემოციაში. და არ ვიცი, ვინ იგულისხმება, ეგეთი დაკნინებულები არიანო, ეს არის სოციალური მუშაკი ვინმე, თუ უწყება, თუ საერთოდ სახელმწიფოა, ეს მე ვერ მივხვდი. და ამას რო ამბობს, ან ესეთი დაკნინებულები არიანო, კი, უდასტურებს ეს ახალგაზრდული ხმა. ესე იგი, უდასტურებს, რომ ის ვიღაცა არის ესე დაკნინებული, რომ შენს პომადას და შავ ფანქარს უგდებს ყურს. ხო, მაშინ ამბობს ეს ქალბატონი, ნუ წაიღონ ეს ტელევიზორი და უყურონ, სხვა რა მაქვს? მთელი დღე მარტო ვარ, ლამის გავგიჟდე მარტოობით. რა მაქვს კარგი?
რაც კარგი მაქვს ჩემი შვილებისაგან მაქვს და ისინი ვალდებული არ არიან ამდეხანს შემინახონ. იცით, ეხლა მე კი გადმოვცემ აქ ნეიტრალურად, მაგრამ მე პირადად როგორც მგრძნობიარე ადამიანს შევამჩნიე, რომ განწყობა დამიმძიმდა, იმიტომ რომ ნუ მიდის არა პოზიტიური მიმართულებით ეს საუბარი. კითხვა, ანუ რას ფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულია რომ მომოაროს მოხუცებულებს? დიახ, ამბობს, სახელმწიფო ვალდებულია 90 წლის ქალი ვარ და რომ დამეხმარონ და პატივიც მცენ. და აქედან ვიგებ, რომ ეს ქალბატონი არის 90 წლის და ვუსურვებ მრავალი ჯანმრთელი და ბედნიერი წელი კიდევ მოემატოს მის ასაკს. ეხლა აქ მგონია უკვე რომ ეტყვის ეს შვილიშვილია თუ ახლობელი, რომ იცი აი მე ვიხუმრე, მაგრამ მიდის საუბარი მეორე წრეზე. ეს ხმა ეუბნება, ხომ გაქვს 450 და თუ გინდა რომ 150 ლარი მოგიმატონ, პომადა მაინც არ უნდა წაისვა. და ეხლა შემოიცხადებს ეს ქალბატონი, რომ პომადა მითხარე ვინ კრძალავს ამ პომადის წასმა შეწუხებული სახით და ხსნის რომ ეს არის ჰიგიენური ასე ისე რისთვის არის საჭირო პომადა. ხმა ეუბნება, სერიოზულად გეუბნები, რომ მოვლენ შესამოწმებლად, წითელ ფერებზეც გეუბნები, არაფერი არ უნდა გეცვას, ესეთი კვასკასა და ხასხასა. და დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ქალბატონს აცვია წითელი ფერის პულოვერი და ასევე წითელი პომადა უსვია, როგორც თქვენ უკვე მიხვდით. ამაზე ეთანხმება, ნუ ამაზე ჩავიცმევ შავს შეწუხებული სახით. თუ უნდათ, თუ არა და მეხიც მაგათ ფულებსაც დაეცეს და მაგათაც. არ მინდა არაფერი. სიცილი მეორე მხარეს. თუ კი არ სცხვენიათ, აგრძელებს მოხუცებული. არიციან, რომ ახალგორიდან ვარ და მერე მიდის მისი სიტუაციის მისი მოთხრობა აი ამ მის ტოლვილობაზე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიბრაზე ხმაში. აგერ ახლა სად ვკნესი. აქ სულ არ მინდა ყოფნა. მე მინდა ჩემ სახკარში ვიყვე. იცით, აი ეს ხმაში როგორც გადმოსცემს ეს მიმიკა, ეხლა როგორც თქვი, შეიძლება თავდაპირველად იყო შეთანხმებული და მან იცის, რომ აი ამ გვერდისათვის იწერება და ყველაფერი არის მასთან შეთანხმებული. მაგრამ აი ეს დეტალები, ეს ემოციები, რასაკვირველია, ამასაკის ქალბატონთან კი არა, სხვებთანაც 100%-ით ვერ შეათანხმებ. და მე ეხლა რასაკვირველია, მე დამემძიმდა გული მისი ლტოლვილების ისტორიით და ამ ქალბატონს რაც ახსენდება, მას ეტყობა ემოციაზე, რომ ეს მისთვის იული გასახსენებელი არ არის. და თანაც ეს ხმის ტემპშიც გამოიხატება. უყურე შენ ამას. კიდევ აქეთ იმას მთხოვს, რომ რატომ ვარ პომადით. საზიზღარი ვიღაცეები. და მე ვერ ვიგებ ვინ არიან ეს ვიღაცეები, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? აქ საუბარია იმაზე, რომ ვიღაცეებს აი ამ ქალბატონის რაღაც დაჩაგვრა, შეზღუდვა უნდათ, მასთვის ტელევიზორი არ ემეტებათ, თბილი სახლი არ ემეტებათ, მხოლოდ მაშინ მოუმატებდნენ პენსიას, თუ ეს ყველაფერი მას არ ექნებოდა, მათ მისთვის პომადაც და წითელი ფერის პულოვერიც არ ემეტებათ. იცით, აი ეს თვითონ თუნდაც ეს გათამაშებული ყოფილიყო, ამას მიჰყავს ადამიანის და წესით თვითონ მსმენელიც უნდა მიჰყავდეს უკვე რაღაც შემაწუხებელი გრძნობისაკენ, იმიტომ ეს რისთვის არის ეს საჭირო, რომ თავი კარგად რომ იგრძნოს ამ ქალბატონმა? ნამდვილად ვერ გრძნობს იმ მომენტში თავს, მას ემოციები ეძალება. და როცა ამბობს ეს საზიზღარი ვიღაცეები, მეორე მხარეს ისმის სიცილი, ღმერთო, რანაირი ქალი ხარ, მინდა მოგკბიჩო მართლა. მერე მიდის საუბარი მესამე წრეზე, რომ ფიქრობ, რომ უკვე უნდა დამთავრდეს და უთხრას, რომ აი ეს მე შენ გეხუმრე. მე უბრალოდ იმას გეუბნები, რომ დაიწყებენ შემოვლას და შეგამოწმებენ და თუ გინდა რომ მოგიმატონ 150 ლარი, თავი უნდა მოისაწყლო. მე ხი მაგათაც დავაყარე ისმის, მე პარალელურად
მისი ბებოს ხმა. რატომ უნდა მოვისაწყლო თავი? აღშფოთდება. ცოტა უნდა მოისაწყლო. პასუხობს მოხუცებული, მე აფერისტი არ ვარ, მე მლიქვნელი არ ვარ, რომ ვინმეს თავი დავოხარო. არ შემიძლია შვილო უკვე გულწრფელი ტონებია და ეს შეწუხებული ტონებია ხმაში. მიგინდა ერთ კაპექსაც ნუ მომცემენ. კანონია და კანონით მეკუთვნის. ტოლვილი ვარ. იმისთანაც სახკარი დამატოვებინე და აი ვზივარ ამ დაბნელებულ სახლში. აი ეს არის ტოლვილობა. აი იცით ამ სიტყვების გაგონებისას როგორ შეიძლება ადამიანმა იხალისო? რა არის აქ სახალისო? ჩემო მსმენელო და 25,000 ადამიანი ამაზე ხალისობს. მათი მიმდევრები შეიძლება ახლა უკვე მეტია. ის რაც აქ გათამაშდა აი ამ ვიდეოში და მე მიდის კიდევ და აღარ გავაგრძელებ უკვე ფანდურზე რომ იტყვიან რომ ეს ქალიოს უკარ ხასიათზეაო და არაფერი აკლიაო და ფანდური რომ გაქვსო მაგაზეც ეგეც იმოქმედებს რომ პენსიას არ ასე ვთქვათ მოგიმატებენო და ძალიან სასიამოვნო და ისეთ კარგ პასუხს აძლევს რომ მეო მუსიკოსი ვარო და უნდა მქონდეს ფანდურიო იმიტომ რომ მაინც მაქვს იმის ხალისო რომ ფანდური ავაჟღერეო და მართლაც სულ უსურებს სულ ჰქონდეს მისი ამის ხალისი ამ ქალბატონს მაგრამ აი რაც თამაშდება შემდეგ კი იცინიან მაგრამ იცით აი ამ ნეგატიური შინაარსით ცდილობენ ხალხის გახალისებას და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა დეტალიც არ იქნებოდა ამ ქალბატონთან შეთანხმებული და მისი გულის დამძიმებას ესე იგი ეს ყველაფერი ემსახურება მისი გულის დამძიმებას ამ მტკივნეული წარსულის გახსენებას რომ ვიღაცა მას ერჩის მისი მოწინააღმდეგე არის აი ამის აი ამ მითის აი ამ შეთქმულების თუ რა დავარქვათ აი ამ ნარატივის გაჟღერებას და ეს ხალხი ხალისობს და არის ბედნიერი და ფსიქოლოგიურად აი მე რაც აქ და იცით არა აქვს მნიშვნელობა სად ვართ იმიტომ რომ მე ეს ჩემს ახალგაზრდობაშიც მან ძალიან შემაწუხებდა იმიტომ მეტკინა რომ მსგავსი სიტუაციები მახსოვს თორემ სხვანაირად ესეთ ემოციურად არ იმოქმედებდა ჩემზე იმიტომ მე როცა ვიყავი ძალიან ახალგაზრდა მსგავსი სიტუაციები მაქვს აკრეფილი და ძალიან გულზე მხვდებოდა. მაშინ ვერ ვაანალიზებდი რატომ. და ეხლა ვიცი რომ ეს შეკავს ადამიანი რაღაც ხერპლის მოდუში, ნეგატივის მოდუში და ეს გარშემო ეს მაყურებლები რაზე ხალისობენ. ამას ესე აი აქ რომ ესე ვთქვათ, გავშალო ეს თემა ვიდეოში, დაერქმევა რომ როგორ ემოციური ძალადობა ქალბატონზე. ბებიაზე ემოციური ძალადობა და ხალხის გასართობად როგორც ცირკში და სადმე არის მისი რაღაცა როლში შეყვანა თუ გართობა რატომ არ ართობ სასიამოვნო ამბებით ამ ძვირფას ქალბატონს რამდენი სასიამოვნო მოსაყოლი რამდენი რამ ექნება და ალბათ მოყოლილიც აქვს კიდევ რატომ არის ესეთი თემები საჭირო რომ ხალხი ესე იგი აი ეს ხალხი უკვე ნეგატივზე ხალისობს სხვის რაღაც უაზრო დადანაშაულებებზე ხალისობს იმაზე ხალისობს რომ ეს რაღაც ამას რომ გული მოუვიდა და რომ ჩივის იმაზე ხალისობს და ეს არ არის ნორმალური ეს არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოხატულება უნდა ხალისობდეთ იმაზე რაც არის სახალისო და სიყვარული და მე კრიტიკული კომენტარი რომ დავწერე კრიტიკული კომენტარი დავწერე ორი რამის გამო ჯერ ერთი შევეცადე რომ ეს ენერგია იმ მომენტში მომზადებლად რომ მოვიდა ჩემთან მალევე მომეცილებინა მეორე დავწერე იმიტომ რომ გადავხედე მე კომენტარებს კიდე აი ამან მომცა შოკი რომ ეს რა სახალისოა მე შევწუხდით ეს ხალხი რატომ ხალისობს და ვიფიქრე რომ როგორ ერთი კომენტარი როგორ არ უნდა იყოს კრიტიკული რომ ეს მოსაწონი არ არის იცით მე დარწმუნებული ვარ რომ ჩემს შვილს მაგ როლში არ დავინახავ რომ ჩემი შვილი დედაჩემს ესე არ მოექცეო და მე და ყველა ღირსეულ ადამიანს ვისთვისაც ღირსება რაღაცას ნიშნავს ვუსურვებ რომ აი ამ როლში არ იყოს არასდროს არც ახალგაზრდობაში არც მოხუცებულობაში რომ შემოდის ვიღაცა ჩვენი ახლობელი ოჯახის წევრია თუ ვინც არის და აი ამ
თემებით, აი ეს აი ამ ნეგატივით, რომ ვიღაცაც თითქოს ჩვენთვის აი შევყავართ აი ამ განწყობაში და გარშემო ათეულ-ათასობით ადამიანები ხორხოცობენ და ეს ჩემთვის იმდენად მიუღებელი არის, რომ უნდა მომიტევოთ, რომ მე ამ რომ აი ამ რთულ დროს უამრავი თემები არის, იმდენად შემაწუხა ამან, რომ მინდა ჩაგეკითხოთ, თქვენც გაქვთ შემჩნეული თუ ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არის. იმიტომ ჩემი შვილი ამას დედაჩემი ნათელში იყოს გამორიცხული ესეთ რაღაც მომხდარიყო. მე არავის არ ვიცნობ ვინც ესეთ აი ესეთი რაღაც ზღაპრების აგებით ნეგატიური ააგე პოზიტიური თუ აგებ. ადამიანს და ამ ახლობელ ადამიანსთან მოხუცებულ ადამიანს სადაც მართლა ვფიქრობ რომ ალბათ ასე იჯერებს კიდეც გეუბნებით მე არ ვიცნობ ამ გვერდს და ვერ 100%-ით ვერ ვიტყვი და მე დამეწერეს რომ თქვენ იცით კარგით რა ხალისობენ ეს ვიღაცამ დამეწერა ჩვენ ბებიას ამას აი ნახეთ ბევრს ქონია მსგავსი სიტუაცია ბებიასთან მიმართებაში სამწუხაროდ მე აი ვისაც ეს ნორმად მიაჩნია მე მათ საზოგადოებაში ცხოვრება და ყოფნა არ მინდა მე მეშინია ამ ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა იმიტომ რომ თავს იქ ადამიანი ვისაც პატევისცემაზე ღირსებაზე დამფუძნებული სიყვარულის მომხრია თავს კარგად ვერ იგრძნობს აღარ შეგაწყენთ თავს ეს იცით მე ზოგმა ჭკვა დამარიგა სადაინახე თუ манипуляციაო ეს ხუმრობენო ერთმანეთშიო და აქედანაც ხვდები რომ ალბათ შეიძლება ეს უკვე ესეთი ნორმაა ეს ისეთი ნორმაა რომ ესე ხუმრობენ და ეუნებიან აი შენ ბებოს აღადავებ კი არ გეცოდება მაგრამ ეს ლამაზია საით მივყევართ ამას ეს პატივისცემას გამოხატავს ეს პოზიტიურ ზრუნვას გამოხატავს ეს რისი მაჩვენებელი არის ეს ზეგი ის არ ყოფნის რაც რეალურად არის ჩვენს გარშემო და კიდევ ვიგონებთ ისტორიებს რომ კიდევ ეს დავამძიმოთ სხვები და სხვერპლის და ასე ვთქვათ მოდუსში შევიყვანოთ და ეს მოგიხსენებათ მე გახსოვთ ალბათ ჩემი გვერდის მიმდევრებს ვიდეო დრამის სამკუთხედი მსხვერპლი ჩაგვრელი და მშველელი და ესე ვიტრიალოთ თითქოს ეს არ იყოს საკმარისი მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერაცნობიერებს და აი ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და აი გთხოვთ რომ თქვენც თუ არ დააფიქსირეთ აზრი თუ რასაკვირველია თუ ამ ჩემს აზრს ეთანხმებით ან თუნდაც თქვენი ორიგინალური აზრი გააქვთ იქნება შთაბეჭდილება რომ მთელი ესე იგი 25000 ადამიანი რომ ამას მოიწონებს და ამდენი გაზიარებები და რამდენი ვიცინე და როგორ ვისიამოვნე ეს რომ წერია რომ ეს არის მასშტაბი რომ ეს არის ჩვეულებრივობა რომ ეს არის მოხუცებული ადამიანის პატივისცემა მოხუცებულის კი არა საერთოდ ეს არავის არ უნდა ვაკადროთ ესეთი რამე და მე აქ გერმანიაში იმდენჯერ მაქვს ნათქვამი რომ ჩვენ საქართველოში მოხუცებულ ადამიანებს განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით ვეპყრობით და ამაში იგულისხმება რომ ჩვენ მათზე პოზიტიურად ვზრუნავთ რანაირი ზრუნვა თუ ეს შენსაყვარელ ადამიანს აი ამ ტყუილებით და რაღაცა манипуляციებით მიიყვან იმ მდგომარეობამდე რომ აღშფოთდეს ეს რა სიყვარულის გამოხატვაა მე მინდა უბრალოდ აი ამ ვიდეოთი დავწუნდე ვიცოდე რომ მე არა ვარ ერთადერთი ან კიდევ მარტო 2-3 ადამიანი არ ვართ ვისაც ეს სიტუაცია არ მოგწონს ვინც აი ამ სიტუაციაზე ვერ ხალისობთ აი ამ მდგომარეობაზე აი ამ ხელოვნურად შექმნილ სიბრაზეზე და აი ამ ტოლვილობთან მოყვა რა არის აქ სახალისო აი ამაზე არ გვეცინება და მაინტერესებს გთხოვთ რომ აი რაღაცა თუნდაც თუ მეთანხმებით პლუსი დამისვათ და ამით უკვე ჩემთვის საკმარისი იქნება აღვიქვა თუ რამდენი
ჩემი მსმენელებიდან იზიარებს ჩემს აზრს. მე კი გისურვებთ, რომ გქონდეთ ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული არიან პატივისცემაზე, რომლებიც დაფუძნებული არიან თქვენი ზღვრების და საკუთარი ზღვრების იმავე ადამიანის ზღვრების დაცვაზე და რომლებიც ითვალისწინებენ რომ პოზიტივი არის ის ენერგია, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი ჯანმრთელობისათვის. და რა ენერგიებში შევდივართ, თუ შევდივართ და შევყავართ სისტემატურად ნეგატივში, ნიშნავს, რომ იმ ენერგიას ვიზიდავთ კიდეც. და ეს არ არის ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი ჯანმრთელობისათვის კარგი. მე კი თქვენ გისურვებთ პოზიტიურ განწყობას და საუკეთესო ჯანმრთელობას. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.